გამარჯობა, ცუგობარი თქვენთან არის ისევ. აი ამ საყვარელ სივრცეში, რომელშიც მთელი ცხოვრება გამიტარებია, ისე გამოვიდა, რომ სტუდიათაც მეგცა საბოლოო ჯამში ყველაზე მეტი გადაცემა აქ ჩავწერე. და დღეს ფრიად საინტერესო არატექნიკური თემა გვაქვს, შეიძლება ითქვას ცოტა ფილოსოფიურიც კი. იმიტომ რომ სტუმრად ყავს ძალიან საინტერესო ადამიანი, მე მას მუსიკოსად ვიცნობდი, მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე ძაღლების ქცევის სპეციალისტიც ყოფილა, ნოდარ მანჩხაშვილი, ამიერიდან და მთელი გადაცემის განმავლობაში ზიანოდარი. კი ბატონო, გამარჯობა. მეც მიყვარს ეს ადგილი, აქ მემუშავია კიდეც ბევრი, შეერნია დამიკრავს და ასე შემდეგ. თბილისის გულია პრინციპში ყველამისის. რითი უნდა დავიწყოთ ძაღლის აყვანაზე ფიქრი? აი მოგვინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ რომ ძაღლი უნდა ავიყვანოთ, რა ხდება მე? ო, ძალიან კარგი კითხვა. სხვათა შორის ძალიან მიყვარს, როცა მეხმიანებიან და მეუბნეონ ისიც რა ეს პირველი ზაღლია და იქნებ გვასწავლოთ რა უნდა გავაკეთოთ. ძალიან კარგია. ნებისმიერი რამე როცა ხდება ცხოვრებაში, ავი ტელევიზორს ყიდულობ, ინსტრუქციას კითხულობ, ბავშვს თუ ელოდები ცხადია რომ უნდა გაეცნო ხო წიგნებს და გაეცნო მისი აღზრდის და გაზრდის და მოვლის წიგნებს და ლიტერატურა. ასევე არის ზაღლი რა. არაფერი განსაკუთრებული შემოწუხებელი და დიდი შრომოტევადი არ არის. უბრალოდ ცოტა რაღაცა გასათვალისწინებელი, რომ კარგად გავზარდოთ ზაღლი, ჩვენს კომფორტში ვიყოთ, ზაღლის კომფორტში იყოს და გათვალისწინება არის საჭირო იმისი თუ რა ჭირდება ზაღს, როცა სახლში ცხოვრობს რა. ეხლა მაგალითად როცა კავკასიური ნაგაზი აკავს და ცხვრებს უვლის, ან თქვათ, თუნდაც დიდი ეზო აქვს და იქ რაღაცა საქონელს ან დადის, ან თუნდაც იცავს ტერიტორიას, იმან თავის საქმე იცის, ის კომფორტშია, იმასაც უნდა რაღაც გარკვეული წესები, მაგრამ მაინც ის თავის ადგილზეა და დიდ პრობლემას არ ოქმნის პატრონებს, მაგრამ როცა სახლშია ზაღლი, ხო, სახლის ზაღლი კიდე სხვანაირ მოვლას საჭიროებს რა. მოდი სანამ მაგამდე მივალთ. რადგანაც ზაღლი ჯერ არ მოგვიყვანია ჯერ სახლში. ჯერ ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ თავთან დარჩენილი და ჩვენ თავს რა კითხვებს უსვამთ, რომ სწორი ზაღლი შევარჩიოთ. ხო, ჯერ ერთი უსვამთ იმ კითხვებს, ნამდვილად მინდა თუ არ მინდა ზაღლი. ზაღლი არ არის მარტო საჭმელი და თუნდაც მარტო გასეირნება, ზაღლს უნდა კიდე დამატებით რაღაცები იმისთვის, რომ თქვენთან ერთად იყოს კომფორტში. სანამ ზაღს მოვიყვანთ, ჯერ უნდა ვიფიქროთ კიდე ერთხელ ამბობ, გვინდა თუ არ გვინდა ზაღლი. ეს რას ნიშნავს? შევძლებთ თუ არ შევძლებთ იმ ზაღლისთვის გარკვეული დროის და გარკვეული რესურსების მიცემას რა, ენერგია ჭირდება, რაღაც შრომა ჭირდება, ხო? არც ისე დიდი, მაგრამ მაინც. ხო, ეს უნდა მოვიფიქროთ კარგად. მე მოვიფიქროთ კარგად. მოვიფიქროთ. ეს არის აკაურია. გაფორმება აკაური. გათვალისწინებულია ეს. ხო. მე ჯერ ერთი უნდა გავარკვიოთ აუცილებლად ოჯახის ყველა წევრს უნდა თუ არ უნდა ეს ზაღლი რა. იმიტომ ხშირია შემთხვევები, როცა დავუშვათ მშობლებს არ უნდათ, შვილებს უნდათ, ან თქვა ცოლს უნდა, ქმარს არ უნდა და ასე ან პირიქით. ძალიან დიდი კონფლიქტი არის მე მათ შორის და მე ადამიანებსა და ზაღლს შორის რა. ესეც გავითვალისწინოთ. ბოლოს და ბოლოს ოჯახის წევრებია, მათი აზრიც ხომ მნიშვნელოვანია, ხო? მე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, გვექნება თუ არა დრო იმისა, რომ ამ ზაღს რაღაც გარკვეული დრო დავახარჯოთ. თუნდაც სეირნობისთვის, თუნდაც ვარჯიშებისთვის, თუნდაც თამაშისთვის, ხო? ესეც გასათვალისწინებელი. ანუ ბევრი რამე არის გასათვალისწინებელი, სანამ ზაღს მოვიყვანთ. მე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ თვითონ როგორი ტიპის ადამიანი ვართ რა. მინდა რომ მივიდეთ ნანა. ხო, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? მე როგორი ვარ? და შესაბამისად როგორი ზაღლი მჭირდება. აი მან როგორ ხდება მების დალაგებას, პრიორიტეტების. ოღონ აქ საკუთარ თავს უნდა გამოუტყდეთ რეალურად. სიმართლე უნდა. ყველაზე რთული მე მგონი ამ ცელ პროცესში ეგ არის. ხო, იმიტომ უნდა უთხრათ, ჩვენ თქვა ზარმაცები ვარ და გვიყვარს ხშირად დივანზე კოტრიალი და თქვა შავი სერიალების ყურება, ან თუნდაც კითხვათა, ხო, ან კომპიუტერთან ჯდომა, ხო?
თუ პროაქტიული ადამიანები ვარ და გვინდა გვიყვარს ხშირად გარეთ გასვლა, ხშირ ფიზიკური დატვირთვა, ან თუნდაც არც ისე აქტიური, მაგრამ გვიყვარს დღეში ორჯერ, სამჯერ გასეირნება მაგალითად. ეს გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ შენ თუ მთელი დღე სახლში წევ ხარ და გინდა რომ ზაღლი შენთან იყოს, მაშინ ან არ უნდა აიყვანო ზაღლი, ან უნდა აიყვანო ისეთი, ვინც შენ ხასიათს მოერგება ყველა ვარიანტში რა. თუ აქტიური ადამიანი ხარ, გჭირდება აქტიური ზაღლები. არის ეგეთი ძალიან მარტივია მაგის მოძებნა. ეხლა შემიძლია თქვა ბიგლი დავუშვათ, ჯეკ რასელს ტერიერი ბოქსიორი. ხო, არის ეგეთი ტიპის ზაღლები, ვისაც უნდა სეირნობა. თუნდაც ეს მონადირე ზაღლები, კურცხარი და ასე შემდეგ, ხო? ესენი უფრო აქტიურებს განეკუთვნებიან. აქტიურები, რომლებსაც უნდა დღეში არაფერი განსაკუთრებული არ უნდა. ბიგლის სასურველია ბევრი ირბინოს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ეგეც ეჩვევა ქალაქის პირობებს და დღეში ორჯერ ან სამჯერ თუ გაიყვან ნახევარი საათით საკმარისი იქნება, მით უმეტეს თუ სახლშიც მერე ყურადღებას მიაქცევთ რა. თუ ცოტა ზარმასი ადამიანი ხართ, იქ ცოტა სხვანაირი ტიპის ზაღლები გინდათ. ფრანგული ბულდოგი, ინგლისური ბულდოგი, რომელსაც კოტრიალის მეტი არაფერი არ ინტერესებს. არის ეგეთი ზაღლები, მაგის მოძებნას ადვილია, ხო? შეარჩიეთ, მოკლედ ისეთი ტიპის ზაღლი, რომელიც თქვენი ხასიათის ტიპს შეესაბამება რა. ზაღს რა ჭირდება? ანუ ძირითადი რაღაცები რაც ჭირდება ზაღს არის აუცილებლად არის გასეირნება, აი აუცილებლად. ბევრი უშვებს ძალიან დიდ შეცდომას, როცა თქვა პატარა ზაღლები ყავთ, მაგალითად იორკშირები, შიცუები, პუდელები და პატარა ზაღლია რა თუნდა ეხა გარეთ სეირნობა, მოდი მე ამას საფენს დაუფენ და დამთავრდა, მეტი არაფერი არ ჭირდება. საშინელი შეცდომაა, იმიტომ რომ სეირნობა არ არის მარტო ტუალეტი. სეირნობა არის ინფორმაციის მიღება ზაღლისთვის, სეირნობა არის პატრონთან სიარული, სეირნობა არის ენერგიის დახარჯვა და საჭიროა ეს არა კუნთოვანი მასის განვითარება. რო დადის ხო კი თან სიარულს ახლა ხო ადამიანებსაც გვირჩევენ ექიმები, იმიტომ რომ სიარულის დროს ყველა კუნთი მუშაობს, ცოტა ენერგიას ხარჯავს, მაგრამ საერთო ჯამში საკმარისი გამოდის. ზაღლი მით უმეტეს 4 საათით მუშაობს, ხო მთელი მკერდი, ზურგი, ყველაფერი უმუშავებს. ანუ არ დარჩეთ საფენების იმედზე. თან ეს საფენები სუფთა ჯოჯოხეთია, ჯერ ერთი ძალიან იშვიათია ზაღლი, რომელიც მარტო საფენს შვება ყოველთვის. ჯერ რამდენიმე საფენია ხოლმე რომ მივდივარ სახლში, რამდენიმე არის ყველა კუთხეში ეს საფენები, ყველა ჭუჭყიანი, მაგრამ მაინც სადაც უნდა იქშვება. თუ გაარტყა თუ არა, ხო და ანუ შეიძლება 1000-ში ერთხელ ზაღლმა ისწავლოს ამ საფენებზე, ვთქვათ მოშარდვა. შეიძლება ერთი თვეც კი გადლოს, მაგრამ მე ისევ აურევს და გადავა. ანუ და თან ზაღს აკლია ეს რაც გითხარით, სეირნობა, ინფორმაცია და ყველაფერი რა. იგივე თქვათ ფიზიკური მას და ტუალეტს რო დავანებოთ თავი, არის ანუ ოთახში რო არის ზაღლი თავის სახლში, ხო ის ყველაფერი უკვე ყველაფერი დაყნოსილია, ყველაფერს ისნობს, ზეპირათიც ყველაფერი თუ ბიჭია, ყველაფერი მონიშნული აქვს, ხო? ანუ იქ უკვე მისთვის საინტერესო აღარაფერი აღარ ხდება. საერთოდ ცოცხალ არსებას მუდმივად ჭირდება ინფორმაცია, ახალი ინფორმაცია. გარეთ რო გაგყავს ჩვენ, ხო? გარეთ რო გაგყავს ის უამრავი ჯერთი სუნებს გზნობენ ზაღლები ჩვენზე გაცილებით მეტად, ხო? უამრავ სუნს იღებს ახალს, უამრავ ინფორმაციას იღებს. მე ხედავს იქ ზაღლმა გაირბინა, კატამ გაირბინა, ჩიტმა გაიფრინა, იქ მოსკლინდა, იქ ვიღაცამ დაამუხრუჭა, ცეხვი დაუვარ და უამრავი ინფორმაცია. ჩვენ რო გავდივართ სახლიდან, თქვა დღეში ორჯერ რო გავდივართ, გონია რომ იგივე ადგილია და ჩვენთვის არაფერი არ იცლება ზაღლისთვის. აი 1 საათშიც უკვე იმხელა განსხვავება, თითქოს ახალ იმას კითხულობდეს სიგნს რა, მათი Facebook-ი და ყველაფერი მოკლედ რომ თქვა, იგივე დაემართება, რაც იზოლირებულ ადამიანს, ხო? ხო, მოწყენილობისგან ნუ აი გარი მე ითრგუნება ზაღლი და ნუ მე შესაბამისი რეაქციების, მაგრამ მარტო ეგ არ არის კიდე. რომ მიდის პატრონთან, ხო, მიყავს საბელით ზაღლი. ეს ზაღლი და პატრონი ამ დროს ერთი ორგანიზმია. ზაღლისთვის ეს არის, როგორ გითხრათ, 6-4, იმიტომ რომ გზნობს პატრონთან სრულ კონტაქტს, ამ დროს შვიდდება, წყნარდება. ხო და კარგად არის ეს მას ჭირდება დასაწყნარებლად, დასამშვიდებლად, თავდაჯერებულობის გასაზრდელად. პლუს მე როცა ვაკონტროლებ ზაღლმა გაუხვია, ოდნავ გამოვკარი, ხო, მაგის წესებიც არსებობს, მაგაზე მე ცალკე შეიძლება ლაპარაკი. ან თქვენ გექნა უკვე ვინც ილაპარაკა. სხვა თემებზე ვილაპარაკეთ. სხვათა შორის აი ჩვენგან 15-ში ჩავწერე ზუსტად სეირნობის თემაზე, ის უკვე ცალკე კი ის შენახული მაქვს სხვათა შორის. თავიდან პირველ ეტაპზე ორ გადაცემას წერდი ერთ სტუმართან რომ რეზერვი გამეკეთებინა. თითო გაუშვი და მეორე შევინახე შავი დღის წასზე ხო რა ისე. ხო, კი ბატონო, თქვა წვიმა წამოვიდა და აღარ გადა. ხო და ეს ამ ზაღლი რომ იყავთ, ხო აკონტროლებთ. არა წავიდა მარჯვნივ, გამოიყვანე და მარცხნივ წინ წავიდა მოკაჭი. ეს კონტროლი თქვენი მასზე მოქმედებს ძალიან კარგად. ეს მოქმედებს მასზე როგორც ასევე ვარჯიში. ამას ეძახიან
მორჩილების ვარჯიშებს ეძახიან. სახშიც უნდა გააკეთოდეს მოდი დაჯიკი დაციკი. და ესეც შედის მორჩილების, ისიც მორჩილების ვარჯიშია, ესეც მორჩილების ვარჯიშია. ანუ ამითაც აგუებთ იმას, რომ თქვენ უნდა დაგემორჩილოთ და ანუ თქვენი ბრძანებების შეასრულოთ და რომ მიდის უნდა დაგელოდოთ. ეხლა საით გავუხვევ ჩემი პატრონი რომ მე იქით წავიდე. მე თვითონ არ უნდა წავიდე წინ. მე არა ვარ აქ უფროსი ამ ორ შორის, ეს არის ჩემი პატრონი არის, ჩემი უფროსი, მე უნდა მივიყვე მას. ან ამ შემთხვევაში თქვენ ასეირნებთ ძაღლს და არა ძაღლი ასეირნებს პატრონს რა. როგორც ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში ესე რომ მიყვებიან ძაღლები. მაგასთან დაკავშირებით ჩვენი სპონსორის კომპეტენტოს შეკითხვა მინდა დაგისვათ. თუ არსებობს რამე მანძილი რომელიც ძაღლმა უნდა დაიცვას აშვებული სერნობისას პატრონისგან. გააჩნია, არ არსებობს. გააჩნია სიტუაციას, გააჩნია, თქვა რამდენად ჩამოღობილი, ან თქვა ტყეში შეგიძლიათ ძაღლი წავიდეს ძალიან შუა. აი ჩემი ძაღლი ეგრე იქცევა და მე მანერვიულებს ხოლმე და მაგიტო გამიჩნდა ეგ კითხვა მეც. აი მაგ დროს პატრა ნიუანსია უნდა იცოდეს კარგად მოდირას ნიშნავს რა. უნდა აი მოდის რო ეტყვით, ისე უნდა ავარჯიშოთ სახლში, მოდი, ისე უნდა ასწავლოთ ბრძანებები, რომ კი არ ფიქრობდეს ახლა მივიდე თუ ამას დავყნო, თუ ეს დავყნოსო, რეფლექსმა უნდა წამოიყვანოს რა. ამიტომ მინდა რომ დილას აღამოს რეგულარულად ავარჯიშოთ ძაღლი. ესეც შედის ერთ-ერთ იმ შრომაში, რომელიც საჭიროა სანამ ძაღლს აიყვანთ, რომ ამაზეც დაფიქრდეთ და ვინმე უნდა იყოს, ვინ დილას საღამოს სასურველი ოჯახის ყველა წევრი მორიგეობით, მაგრამ ვიღაცა მაინც უნდა ავარჯიშებდეს, რომ ეს მოდის რო ეტყვით, ფეხებმა თვითონ უნდა წამოიყვანოს. დაჯექის რო ეტყვით, უნდა მოეკეცოს ფეხები. რეფლექსი უნდა გაუჯდეს. ეს ამიტომ მინდა დილას საღამოს ვარჯიშები და ესეც ერთ-ერთი მოთხოვნაა სახლში, როცა ძაღლი აკყავს, ესეც უნდა გაითვალისწინოს ოჯახმა, რა ოჯახის რომელიმე წევრი დღეში ერთხელ, დღეში ორჯერ უნდა ავარჯიშებდეს. მოჭარბებული თუ შეიძლება ასეთი რამე იყოს მოფერება და ალერსი. ბოლო-ბოლო კარგია თუ ზედმეტიც შეიძლება იყოს. ზედმეტი როგორ იცით, ძაღლს უნდა კონდეს გარკვეული დრო თავისთვის. ერთი ძაღლი ისედაც დღის უმეტესი ნაწილი ძინავს, ხო? დღის უმეტეს ნაწილში დიდ ძაღლებს რაღაც 16 საათი ჭირდება, ზოგს 18 რო ეძინოს, ხო? პატარა ძაღლებს შედარებით ნაკლები, მაგრამ რაღაცა დრო მაინც ჭირდება, რომ თავისთვის იყოს მარტო დაისვენოს, თუნდაც გიყუროთ, იყუროს ოჯახში რა ხდება, მოусმინოს ხმებს, რა ხდება, გადახარშოს ეს ყველაფერი. ხო, მოფერება ძალიან კარგია. ეფერეთ რამდენიც გინდათ, ოღონ ხანდახან აი ბევრჯერ გამიგია ეგეთ შემთხვევა, რომ აუ ეძინა ჩემ ძაღლს, მივედი, მოეფერე და მეკმინა. რატო ეფერები ძინავს? ხო, ხაშე რო ვინმე მოგეფეროს. ხო, რა თქმა უნდა, ეს უკბენ ხო. ხო და მაგ დროს აი რაღაც მომენტები ჭირდება, უნდა მიხვდეთ რა, მოფერება კარგია. ვთქვათ, მეკითხებენ, აუ ესე იგი მკაცრად უნდა მოეკცე, ძაღლს ძალიან არანაირი მკაცრად მოეკეთეთ ჩვეულებრივად ეფერეთ, რამდენიც გინდათ, ოღონ იმდენი რომ ძაღლმა თვითონაც მოასწროს დასვენებას და ეს ინფორმაციის მიღებაც და მოკლედ რაღაცა ჩვენ გგონია რომ არ ფიქრობენ, მაგრამ ხანდახან რაღაცები უნდა იფიქროს ძაღლმას რა, იმიტომ თუ ინი აქტიურია ძაღლის ჩვეულებრივად, ისევე როგორც ადამიანის, ოღონ რაღაც გარკვეულ დაბალ დონეზე ცხდი. ეხლა მაგისაც წინააღმდეგო. გაბრაზება რა დონეზე შეიძლება? მე შედაუშვი შეცდომა ჩემ ძაღლთან, პირველ ძაღლთან, ცოტა ყვირილს შევაჩვე, მეც გამოუცდელი ვიყავი, პირველი ძაღლი იყო და ეხლა ყვირილის garaშე აღარ მუშაობს. ეხლა ცოტა დაყრუდა კიდეც ისედაც აღარ ეს ყვირილის garaშე, მაგრამ როცა ჯამთელად იყო, მაშინაც არაკლებდა. ეს ტონის აწევა ჭირდებოდა რა. ეგ ჯერთი როგორ გავაკეთოთ ისე რომ ეს არ დაგჭირდეს. და მე ეს რამდენად ისეთი მისაღები ამბავია სიმკაცრით და ცოტა ხმის აწევით ბრძანებების მიცემა. ნუ მე თუ მკითხავთ საერთოდ არ არის საჭირო ძაღლთან ჩხუბი და ხმის აწევა მით უმეტეს, რატო იცით მე როცა ხმას უწევ, როცა ვეჩხუბები, ძირითადად მე ასე ვთქვათ ვაჩვენებ ჩემ ემოციას. ძაღლი აღექვამს ძირითადად პირველ რიგში აღექვამს ემოციას და არ აღექვამს იმას ვერ ხვდება იმას რას ვეუბნები, ნიჩედაც ვერ ხვდება ლაპარაკი არ იცის, ხო? ბრძანებას რო უთხრა ყვირილით, მაინც ვერ რომელიც ნასწავლია, მაინც ვერ გაიგებს, იმიტომ რომ გაიგებს ემოციას. ძაღლი გაცილებით უფრო ძლიერად აღექვამს ემოციებს ვიდრე ისა. და თუ ჩვენი ემოცია გაიგო პირველი, მას გონია რომ მე ან ვეჩხუბები და თქვაც ეშინია, ან გონია რომ ეს სუსტი ვარ და რაღაცნაირად შეიძლება გამოიწიოს კიდეც აქეთ რა. და ერთი მომენტია რო ვეჩხუბები, რო ერთხელ რო დაუყვირეთ, ან მეორედ რო დაუყვირეთ, მე იგივე რაღაცას ხომ მაინც აკეთებდა.
ხო, ანუ ვერ ვასწავლეთ ამ ჩვენი ყვირილით, რომ რაღაც არ უნდა გააკეთოს. ანუ შიშით კი არ უნდა ვასწავლოთ, რომ არ გააკეთოს. ან რაღაც მუქარით, ხო? უნდა ვასწავლოთ წვინით, უნდა ვასწავლოთ ვარდიშით. და ამ პროცესში მე მყირალა გავხდი და იმას მეც არაფერი. ის ისე იქცო. ხო, მაგაშია საქმე. საქმე კიდე იცით რაშია? აი რატო არ უნდა უყიროთ? ანუ ეს ჩვენი ყვირილი ჩვენ თითქოს სჯით ამით, ხო? ამით შემოგვაქვს სასჯელი და სასჯელი აი როგორ გითხრათ პრაქტიკულად არ არსებობს ბუნებაში არ არის სასჯელი არავინ არავის არ სჯის კი ჭამენ ერთმანეთს თქვა ლომე ან გელი ჭამს ვიღაც ნანადირებს ხო ჭამს იმიტომ რომ შია ეს სასჯელის ფორმა არა აქვს არა იმიტომ რომ ხო იმიტომ რომ კარგი და ცუდიც არ არსებობს ბუნებაში რამდენჯერ ახლა ჩვენ რო უყურებთ როგორ მოინადირებენ ვიღაცებს გვეცოდება მაგრამ კარგი და ცუდი არ არის ეგრეა ხო? ამიტომ კარგი და ცუდი თუ არ არსებობს კარგი საქციელი და ცუდი საქციელი. და შესაბამისად არ არსებობს ცუდი საქცieლის გამო დასჯა და რაც არ არსებობს იმას ვერ მიხვდება ეხლა. სხვა კატეგორიებით აზროვნებს ის რომელსაც აღლი და სხვა კატეგორიები. ხო, ისევე როგორც ხო რა ჩვენს ვერ მიხვდებით რაღაც ეგეთ უცნობ ჩვენთვის უცნობ რაღაცას და გავუგება რაღაც. ჩხუბს არ აქვს აზრი. უნდა ვასწავლოთ რა მოგწონს რა არ მოგწონს. ამისთვის უნდა გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია ზახთან რა. უნდა გადავიდეთ მისთვის გასაგებ საკომუნიკაციო საშუალებებზე და მისთვის გასაგები რა არის როგორ ლაპარაკობენ ცხოველები ერთმანეთში შეძახილებით, კვეთრი რაღაც ბგერებით და სხეულის მოძრაობით 1000 დარტყმით კოდი რავი 1000 სხვადასხვა რაღაცებით რა და ძაღლები თქო დაუყებს ხო დაუღრენს ხო შეიძლება დაუწყმუტონოს გააჩნია მოკლედ აი ესეთი ბგერებით ახლა ჩვენ ყეფას და ღრენას ხადია ვერ დავიწყოთ მაგრამ შეგვიძლია ნებისმიერი მოკლე ბგერა არა იყოს რაღაცის აღნიშნული ხო ხო არა ხო ნებისმიერი ბგერა ნიშნავდეს რომ ეს რაც ხდება მე არ მომწონს და უნდა გაჩერდე ანუ ის რაღაცაზე რო არის ჩაციკლული რაღაცას რო აკეთებს იმ მომენტში უნდა გადმოვხტო ჩემზე ეს შეიძლება ტაშიც იყოს შეიძლება თითის კაცუნი მე ხო ჩუმი ბგერაა მაგრამ ამაში არის მაღალი სიხშირები რომელიც ძაღლის ყურს კარგად ესმის რა ესეც მოქმედებს ძალიან ნებისმიერ ეგეთი პლუს თუ ბრძანებების ისწავლო უკვე მოდი დაჯიქი და ის დაჯიქი და დაწექი ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება არის როცა რაღაც საფუჭებს ძაღლმა და ის გააჩეროს რა მე ეგეც რეფლექსი გადადის ერთხელ აკეთებდა რაღაცას და მე გავაჩერე შეძახილი თუ ბრძანებით თუ რაღაცით ორჯერ სამჯერ 10ჯერ და უკვე მე-11 დრო დაიწყებს ან დააპირებს იმის გაკეთებას გაახსენდება რეფლექსურად გაახსენდება რომ ის არ უნდა გააკეთოს იმიტომ ხე გააჩერებენ და ნელ-ნელა გადაეჩვევა რა ეს უფრო კარგად მუშაობს ვიდრე ჩვენი შეძახილები რომლებიც საერთოდ არ მუშაობს ერთ-ერთი სტუმარი ჩემი ერთ-ერთი წინაგადაცემის კინოლოგი გია ჯავრიშვილი ეს რაღაცას მეუბნებოდა რომ და მე ეს მოკლე ვიდეო დავდე და ამას დიდი გამოხმაურება მოყვა და კომენტარები სხვადასხვანაირი. ხო რა თქმა უნდა. რომ ძაღლსო პირველს არ უნდა აჭამო, როდესაც მიირთმევ, იმიტომ რომ ის არ არის შენი ასე ვთქვათ, მათენაზე ხროვის მეთაური, ჯერ უნდა მიირთვათ თქვენ და მე აჭამ ამაზე მე აბა ძაღლს როგორ ვაყურებინო მე როგორ ჭამ და აბა ჯერ ის არის და მე ეს ჯერ ის უნდა დააპურო და მოკლედ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აი ეხლა მეორე ექსპერტის აზრი მაინტერესებს. კი ბატონო, აბსოლუტურად ვეთანხმები, პირველად უნდა ჭამოს ის ვინც საფეხურით მაღლა დგას, რა თქვა ჩვენ ორში, მე დედაჩემი ზაღლი ხო, მე თუ თვლი რომ საფეხურით მაღლა ვდგევარ, მე უნდა ვჭამო პირველი და თან და ისე რომ იმან დაინახოს რომ მე ვჭამ პირველი, ხაზგასმულად მე უნდა ვჭამო პირველი. ხო, იმიტომ რომ მე რახან ასე ვთქვათ, მისი უფროსი ვარ, მე მევალება ჩვენი ორივესი ამ შემთხვევაში ან თუნდაც მთელი ოჯახის დაცვა ხო მე მევალება თქვა იგივე საწმელი იგივე უცხოებისგან დაცვა ხო ამიტომ მე პრიორიტეტი მაქვს ეს ინსტინქტი ეს ამდენს კი არ ანალიზებენ და დასკვნა კი არ გამოაქვთ მაგრამ ინსტინქტი აქვს რომ ვინც არის ზევით ის ჭამს პირველი და იმასაც პრიორიტეტი საჭმელთან დაკავშირებით რა ამიტომ თქვა ხროვაში როცა არის ხო რო ჭამენ წინამძღოლი მე მეორე მესამე საფეხური ყველაზე ბოლო საფეხური შეიძლება შეხდეთ ძვლები და ეგზარვები და რაღაცა მაგრამ ის მაინც მაყოფილია, იმიტომ რომ ეს დალაგებული რო არ იყოს, ესეც ვერ შეხდება რა. ვერ მოინადირებს უბრალოდ გლები დაუშვათ, ვერ ნადირობენ დიდ ცხოველებზე. ეგ შეიძლება ერთი ვირთხა დაიჭიროს და ერთი კურდღელი წელიწადში, მაგრამ ეგ არ არის მისთვის საკმარისი, ხო? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
ან წინამძღოლი, ანუ ჩვენ ორში ჩემსა და დახ შორის. ხო, ეგ კარგია. ზუსტად სწორად უთქვამთ თქვენს წინასწომარს, ჯერ მე ესე ვაკეთებ, ჯერ ვურჩევ სეირნობას, მე რომ მოხვალ, ჯერ თქვენ ჭამეთ, მე მიეცით ზახსაჭმელი და დაახლოებით 15-20 წუთში ის თებში მოვაშორეთ, თუნდაც ცარიელი იყოს მაინც, იმიტომ რომ იმას არ კონდეს იმის ცდუნება, რომ ჭამებს შორის კიდე მივიდეს დაყნოსოს ალბათ. ეგ რატო რა? იმიტომ რომ ეს რომ მიდის იმ თებშთან, ის იწყებს ამით ნადირობას რა. თუნდაც ცარიელი იყოს, თუ რამე დევს და შეჭამა, ხო მით უმეტეს არ შეიძლება, მაგრამ ცარიელის როცა მიდის ლოკალს, ანუ ის იწყებს ნადირობას, ის იღებს გადაწყვეტილებას ნადირობის დაწყების შესახებ და ხროვაში ამას აკეთებს წინამძღოლი რა. მაგის საშუალებას არ უნდა მივცეთ. ის თებში აი ხაზგასმით უნდა მოვაშოროთ ეს თებში რა. ზიანო და წინასწარ გეუნებით მაგ სიტყვების გულისთვის ბლომად ესე ვასწავლე ყოველთვის და ესე მუშაობს ძალიან. ეს სხვათა შორის ყველაზე დიდი ანუ დაღლის კომფორტისთვის და დამორჩილებისთვის ასე ვთქვათ, ანუ იერარქიაში თავის საფეხურის მიჩენისთვის ყველაზე კარგი საშუალება სწორედ ეს არის. ჭამის პროცესში რას ვაკეთებთ. ამით უძლიერეს სიგნალს ვაძლევთ, რომ მე ვჭამ პირველი, შენ დამელო და მე ვარ უფროსი. და არ განიცდის ზაღლი, არ იძგუნება, არ იჩაგრება ამითი. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ზაღმა უბრალოდ თავისი ადგილი გაიგოს და ბედნიერი იყოს რა. ზუსტად მაგისთვის, თორე მე რა სიამოვნებით ვაჭმევ ზაღსაც, ლოგინში ჩავიწვენ და კისერზე დავისვამთ ყველაფერი. გადასარევის რამე მოიტანა სიტყვა, ლოგინში ჩაწვენა როგორი პრაქტიკაა. კარგია ვიცოდი რომ კითხავდით, მე ყველა ცხოველი აღარ მახსოვდა, მაგრამ ეხლა კარგი. ყველა ცხოველი მიწევს ლოგინში, ყველა. თავიდან პუდელი მყავდა საბნის ქვეშ და ხელზე კლავზე ეძინა ჩემთან, ზამთარში განსაკუთრებით, ზაფხულში უბრალოდ ზევიდან. უზარმაზარი ლაბრადორი გვერდით მეწვა. და ეხა ორი კატა მყავს, ორივე ზედმაწევს რო წვევი და ისეთი სამაქ უკვე ისე მივეჩვია რომ თუ არ მეხება ცხოველი ვერ ვიძინებ რა. ეგ როგორი რამე ხ ბევრი სპეციალისტი ამბობს რომ მაგით თქვენ იმას იზავთ დომინანტობას მიაჩვევთ და რაღაცა მოკლედ აღარ დაგიჯერებთ. მე რაც მაწყობს იმას ვაკეთებინებ. თუ რამე არ მაწყობს, იმას არ ვაკეთებინებ. ეს არის ჩემი უფროსობის გამომხატველი რა. მე რომ გაწყობ. ხო, მე რომ მაწყობდეს, რომ მაგიდაზე დაჯდეს, დავსვამდი. ну უბრალოდ არ მაწყობს არ მინდა ზაღლი მაგიდაზე. საწოლში მინდა რომ ყავდეს, ანუ მე რაც მინდა ის უნდა გააკეთოს ზაღლმა. ეს წესები ხა ენციკლოპედია და კოდექსი იმ კანონების არ არსებობს. მე როგორც მინდა ისე გავზდი ზაღს და არანაირი დომინანტი ის არ იქნება და არანაირად დამჩაგრავს იმის გამო რომ შემგვერდზე წევს რა. არც ეს არ დაუჩაგრივა აქამდე და მე იმედია კიდე არც ერთი არ დამჩაგრა. ერთი თემა რომელმაც გამოიწვია საკმაოდ სერიოზული დებატები კი არა და ამისა ანათემას გადამწეს. როგორც ხდება ხოლმე. მე რატო გადამწეს ანათემას არ ვიცი, ჩემი სტუმრები ლაპარაკობენ ამას, მაგრამ მაინც კითხავთ რა ვიცი რა. ეგ არის. რადგანაც ქსევაზე და ხასიათის ცვლილებაზე ვლაპარაკობთ, ესე ერთ-ერთ წინა გადაცემაში კიდევ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ახლა მით უმეტეს ეს გააქტიურებულია ეს თემა, კასტრაცია სტერილიზაციის. ამ შემთხვევაში ხასიათი თუ იცვლება კასტრირებული მისი რა ქვია, სტერილიზებული ცხოველის რამდენად იცვლება? პრაქტიკულად არ იცვლება. შეიძლება სულ ოდნავ შეიცვალოს რაღაც ხანი, მაგრამ პრაქტიკულად არ იცვლება. თუ ზაღლი თქვათ აქტიურია და ემოციურია, ისეთივე დარჩება. ძირითადად ამ საკითხზე პრეტენზია ჰქონდათ მონადირეებს, მუშა ზაღლების პატრონებს, რომლებიც ამბობენ, რომ ამის მერე ზაღლი აღარ ნადირობს. ეგ აღარ ხო, აი ნადირობის სპეციფიკას არ ვიცნობ საერთოდ. შეიძლება ახლა ეგენი ამბობენ ესე გამოცდილება. ხო, მე მთავარია მანდ მერე ზაღლი აღარ გააგდონ მერე რა აღარ. ხო, ეგ ხშირად ხდება ჩვენთან თუ არ ნადირობ. ეგ ყველაზე ხო, მაგრამ და მე სხვა ზაღლებთან მიმართებაში რას გამიგია და მინახავს, არანაირი თითქმის არანაირი ცვლილება არა. შეიძლება 5-10%-ით ოდნავ დამშვიდეს, მაგრამ ხო ამბობ რაღაც ხანი, მე ისევ დაუბრუნდება თავის ძველს რა ხასიათს. რამე თუ არ დაგვრჩა ისეთი, რაც აუცილებლად უნდა ითქვას, ნენელა წავიდეთ ბოლოსკენ, რომ ძალიან დიდი რომ გამოდის, მე აღარ უყურებს ხალხი, არა და მე მინდა რომ ხალხმა ყველაფერი ნახოს და გაიგოს. პატარა ნიუანსია ჩვენ ზაღს ხშირად როგორ გითხრათ ვაადამიანურებთ რა. ისევ ვზდით როგორც ბავშვებს. აი თუ რაღაც დააშავა, სახელს ვეძახით, ამ სახელს რამდენჯერმე გავუმეორებთ, მე ვუყვირით ხმამაღლა, მე ველაპარაკებით, არ მსხვენია, ან თქვა თუ მოდი და არ მოდის, მე თუ თქვა როგორღაც მოვიდა, ან მოვიყვანეთ, ან ჩვენ მივედით ვეჩხუბებით, როგორც ბავშვებს ვექცევით რა. ზაღლი ამას ვერ იგებს. ბავშვი გაიგებს რაღაც ხნის, 5-ჯერ რო დაუყვირებ, მე-5-ით გაიგებს, ხო? ან თქვა თუ არ გაიგებს, შეეშინდება რომ ეხა მცემენ და მოვა და ზაღლი ამდენს ვერ ფიქრობს, სიტყვები არ ესმის, ეს სახელი მისთვის
იცი რა თქვა იყეფება ზაღლის სახელს ვეძახით შორსგარბის სახელს ვეძახით რაღაცას ჭამს სახელს ვეძახით ღრმის ყველაფერზე სახელს ვეძახით და ეს სახელი რამდენადაც შეიძლება ნიშნავდეს ყველაფერს ყوار ნიშნავს ხო იქ კონკრეტული რაღაცები რაც გინდა თუ გინდა რომ მორჩეს უნდა თუ გინდა რომ მოვიდეს უნდა ბრძანება უთხრა თუ გინდა რომ დაჯდეს უნდა დასვა თუ გინდა რომ თქვა აღარ იყეფოს უნდა უთხრა ფუ არა ნუ ნებისმიერ სახელს არა აქვს მნიშვნელობა ხო რასაც ასწავლის უნდა უთხრა ხო ამიტომ გავითვალისწინოთ რომ ბავშვი არ არის და აი რაც წეგავ თქვი რა დავამყაროთ მასთან სრული კომუნიკაცია მისთვის გასაგების საშუალებებით რა ვეფეროთ რამდენიც გინდა იმ დროს ვიხმაროთ სახელი მოფერების დროს რომ სახელი მოსწონდეს რომ ის სახელი იყოს კარგი რამე და არა მუქარა და ის არა სახელი იყოს დადებითი სიტყვა მისთვის რა დადებითი ბგერები ხო აი ეს გავითვალისწინოთ რომ არ მოვექცეთ ზაღს ადამიანებით როცა ვეფეროთ რამდენიც გინდა მაგრამ როცა რაღაცას ვაკეთებინებთ გავითვალისწინოთ რომ ის არ არის ადამიანი იმას არ ესმის ჩვენი სიტყვები არ ესმის ჩვენი ჩხუბი გავითვალისწინოთ რომ ის არის ზაღლი და გავაგებინოთ რა გვინდა მოგეთ აი ამიტომ მიყვარს ეს გადაცემა რა და ამ გადაცემის კეთება რომ ზივარ და 1000 რამეს ვწავლობ. ერთი ეს არის რომ ღმერთმა მოსმენის უნარი მომცა და რაღაცებს ვიმახსოვრებ და კარგია. თუ თქვენს ისევე კმაყოფილი ამთავრებთ ამ გადაცემას როგორც მე, მაშინ მე მგონი თუდად არ გაგვიტარებია ეს დრო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ზიანოდარის არხები შეგიძლიათ სოციალურ ქსელებში მოძებნოთ TikTok-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე და კიდევ უფრო მეც გაიგებთ და მოისმენთ. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი. მითხრეს რომ ეს უნდა გაიმეორო და ვიმეორებ ყოველ ჯერზე. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გაუზიარეთ მეგობრებს, კომენტარები დაწერეთ და ლაიქეთ. კომენტარებს ხო იცით განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ, იმიტომ რომ ამითი მე შემდეგ გადაცემებს ვამზადებ ხოლმე. დიდი მადლობა კომპეტენტოს სპონსორობისთვის და შევხვდებით ერთი კვირის მერე. აბა, კარგად.